მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი სამარხო კერძი, ეს არის ისპანახის გულსართით. ეს ცომი, რომელიც კადრში ჩანს, ვინც ხართ კანადაში გამოგადგებათ, არის სამარხო და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გულსართისთვის. ძალიან გემრიელი გამოდის ასევე ტკბილი გულსართებისთვის, როგორც არის ნიგოზიანი ხვეულები ან ქადები, ნიგოზით და ქიშმიშით ვაკეთებ ხოლმე და მოკლედ ბევრნაირი რაღაცისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც შეეხება გულსართს, შევაზავე ისპანახი, ესეც ფოთლები მზა იყიდება. დავჭერი, მაინც ჩავჭერო, დიდი არ ყოფილიყო. შემდეგ გადავიტანე მწვანილები და გამოვიყენე ქინძი, ცოტა კამა და მწვანე ხახვი, დავჭერი წვრილად, გადაურიე და ეს ყველი, რომელიც ასევე კადრში ჩანს დასაწყისში, არის სოიოს ყველი. სოიოს ჩედარი და მოცარელა, რომელიც ესე ცალკე რომ მიირთვა არ მომწონს გემო, თუმცა ესეთ რაღაცებში მაგალითად კარტოფილს რო გაურიოთ ან მჭადს ჭვიშდარივით ძალიან გემრიელი გამოდის და ისპანახსაც ძალიან მოუხდა. შემდეგ გამოვაცხე, გადავიტანე გამოსაცხოპ ფორმაზე. ორი ცომი შედის ამ ცომში და ერთი დავაფინე დაბლა, დავდე ჩვენი გულსართი და ზემოდან გადავაფინე მეორე ცომი. გამოვაცხე დაახლოებით 180 გრადუსზე, ძალიან მალე ცხვება, ალბათ 20 წუთიც არ უნდა თითქმის და შემდეგ უკვე თავზე გადაუსვი, ესეც სამარხო კარაქი არის თუ მარგარინი არ ზის plant-based არის და ვეგანური, ასე ვთქვათ, ესეც გამოგადგებათ, მაღაზიებში იყიდება ყველგან. ძალიან გემრიელია, სადეთ და გამიზიარეთ როგორ მოგეწონებათ. ყველას ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, დადებითი შეფასებებისთვის. ყველას ბედნიერ უქმებს გისურვებთ დროებით.